ვაშაძე ჯაფარიძე ახალი არჩევანი საარჩევნო ბლოკის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პირდაპირ ეთერში მიმართა პაატა ბურჭულაძის პარტიას მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის და მათთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა. ვაშაძის განცხადებით ბურჭულაძის პარტია მაღალი საზოგადოებრივი ნდობით სარგებლობს. ჯერჯერობით უცნობია პაატა ბურჭულაძის პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით. მანამდე კი დღეს პარტია მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის წევრებმა დატოვეს. გადაწყვეტილება ისნის მეათე საარჩევნო ოლქისა და ბათუმის ახალგაზრდული ფრთის წევრებმა მიიღეს. ერთი კვირის წინ კი პარტია ხობის რაიონული ორგანიზაციის 80 წევრმა დატოვა. პარტიიდან წასვლის შემდეგ ისინი პოლიტიკურ და ფინანსურ პრობლემებზე საუბრობენ. ყოფილი წევრების ინფორმაციით ბურჭულაძის პარტია კონსულტაციებს ნაციონალური მოძრაობასთან და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან მართავს, რასაც პარტიაში არ ადასტურებენ, თუმცა ფინანსურ კრიზისს არც უარყოფენ. თამარ ციკლაური, ჯაბაჩიტიძე დეტალებით. ძალიან დიდი კრიზისია ფინანსური და ძალიან რთული სიტუაციაა პარტიაში. იოსებ ხიმშიაშვილი ამ დრომდე პაატა ბურჭულაძის პარტიის სახელმწიფო ხალხისთვის ისნის მეათე საარჩევნო ოლქის აღმასრულებელი მდივანი იყო, თუმცა მან დღეს საკუთარ გუნდთან ერთად პარტია დატოვა. პარტიიდან წამოსვლის ორ მიზეზზე საუბრობს. ერთი ფინანსური კრიზისია, მეორე პარტიის პოლიტიკური კურსი. იოსებ ხიმშიაშვილი ამბობს, რომ გარდა ფინანსური კრიზისისა, მისთვის და მისი გუნდისთვის მიუღებელი ნაციონალურ მოძრაობასთან და სხვა პოლიტიკურ პარტიებთან დაწყებული კონსულტაციები იყო. გაურკვეველი მოლაპარაკებები იმართება ნაციონალური მოძრაობის სატელიტ პარტიებთან, გიორგი ვაშაძესთან, გირჩთან და სხვადასხვა პარტიებთან. პირველი მიზეზი ეს არის. მეორე მიზეზი ის არის, რომ ორი წლის განმავლობაში ხელფასები არ რიგდება, არ დარიგებულა ფინანსური კრიზისია და ჩვენი პარტიის ლიდერი გერმანიაში შვიდვარსკვლავიან სასტუმროში ისვენებს. ხიმშიაშვილისა და მისი გუნდის მსგავსად პარტიის დატოვების გადაწყვეტილება დღესვე ბათუმის ახალგაზრდული ფრთის წევრებმა მიიღეს. გადაწყვეტილების მიზეზად კი თქვეს, რომ პარტია ვერ პასუხობს არსებულ რეალობას. მათი თქმით, პარტიის გარშემო ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დაგროვდა. უყურადღებოდ დარჩა მოძრაობის ახალგაზრდული აქტივი, რომელსაც ბოლო 3 თვეა მხოლოდ შიშველი ენთუზიაზმით უწევს პარტიული დავალების შესრულება და ეს იმ ფონზე, როცა აშკარად იკვეთება პარტიული ელიტის ძვირადღირებული კერძო ვოიაჟები ქვეყნის შიგნით და ქვეყნის ფარგლებს გარეთ. პარტიიდან წასული ახალგაზრდებისა და საარჩევნო ოლქის აღმასრულებელი მდივნის განცხადებებს თავად პარტიაშიც გამოეხმაურნენ. ფინანსური პრობლემები დაადასტურეს, თუმცა მერაბ მეტროველი რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან კონსულტაციებს უარყოფს. პარტიიდან წევრების წასვლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ქმედებებს დააბრალეს. მათი თქმით, პარტიიდან წასულებმა ზეწოლას ვერ გაუძლეს. მათი პირადი ძალისხმევით ჩვენს პოლიტიკურ ორგანიზაციას გადაეკეტა რამდენიმე ლეგალური საფინანსო არხი, თუმცა ყველა არხის გადაკეტვა ვერ მოხერხდა. წუხვალთ, რომ ჩვენი პარტიის წევრებს არ ეყოთ გამბედაობა და რწმენა, რომ სუსის გავლენის ქვეშ არ მოქცეულიყვნენ. ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირს, როცა მას შემდეგ აღმოაჩინა, როცა ფინანსური პრობლემები შეიქმნა, ხო? ბუნებრივია, კითხვებიც აღარ არის, ხო? ახლა ფინანსური პრობლემები გაჩნდებოდა, მანამდე ვერ ხედავდნენ თუ ეს კავშირი იყო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში პაატა ბურჭულაძის პარტიის მიერ გაკეთებულ განცხადებას არ ადასტურებენ. სუსში აცხადებენ, რომ მათი მხრიდან რაიმე ჩარევისა და ზეწოლის ფაქტებს ადგილი არ ჰქონია. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ მაშინ, როდესაც პარტიას წევრები ტოვებენ, პოლიტიკური მოძრაობა წინა საარჩევნოდ რთული რეალობის წინაშე აღმოჩნდება. პაატა ბურჭულაძის გამოსვლებში ხშირად იყო გადახრა ნაციონალური მოძრაობის რიტორიკისკენ. დაახლოებით ესეთივე რიტორიკა იყო, როგორც ნაციონალურ მოძრაობას აქვს. მას შეეძლო გამხდარიყო მესამე ცენტრი თუ მეოთხე ცენტრი. აი ამ მესამეს გაკეთების უნარი, როგორც ჩანს, ქართული პარტიების უმრავლესობას არ აქვს. პაატა ბურჭულაძემ პარტია ოფიციალურად მაისში დააფუძნა. მაისშივე შედგა პარტიის პირველი ყრილობა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყეს წევრებმა პარტიის დატოვებაც. ბათუმის ახალგაზრდული ფრთისა და ისნის რაიონული ორგანიზაციის წევრების წასვლამდე ზუსტად ერთი კვირის წინ პარტია ხობის რაიონული ორგანიზაციის 80 წევრმაც დატოვა.